ახლა კი ჩვენი სიუჟეტი ახალგაზრდებზე, რომლებმაც შრომის ბაზარზე მომხდარ ცვლილებებს ალღოს სწორად აუღეს და სამენეჯერო კურსებს ნაცვლად სასწავლებლად ტექნიკუმსა და საწარმოებს მიაკითხეს. ტექნიკურ პროფესიებს ისინი შემდგომი დასაქმების გარანტიით ეუფლებიან, მათთვის სამუშაო ადგილზეც არის და უცხოეთშიც. ახლა ამჟამად რაც კეთდება, ხო იცით ეს შარიკები კეთდება ცენების კაფესებში. 30 წლიანი გამოცდილების მქონე მეფოლადე ახალგაზრდებს ლითონის დნობას ასწავლის. 20 წლის მანძილზე გაჩერებული რუსთავის მეტალურგიული ქარხნისთვის წელს ეს შეგირდების პირველი ნაკადია. კომპანია ქართული ფოლადი, რომელიც მეტალურგიულ კომპლექსს ფლობს, წარმოების გასაფართოებლად ემზადება და ახალი კადრები ესაჭიროება. მოვიყვანეთ ახალგაზრდა ბიჭები, რომელიც მენდობებული მოხდა შერჩევა ქარხნის ადმინისტრაციასთან ერთად. და ვამზადებთ პროფესიონალ მეფოლადის ხელშემწყობებს. ესენი პრაქტიკას გადიან ძირითადად ჩვენთან, გვაქვს ინდუქციური ღუმელი, ვადნობთ ამ ინდუქციური ღუმელში როგორც ალუმინის, ისე თუჩ, ისევე ფოლადს და ნორმალური არის იმ ცოდნის მისაღებად, რაც ჭირდება დამწყებ ელექტრომეფოლადეს. მეტალურგის მივიწყებული და წლების განმავლობაში უსარგებლო პროფესია ახლა საძებნი გახდა. ბაზარზე კვალიფიციური კადრების დეფიციტია. კომპანიამ გადამზადებისა და შემდგომი დასაქმების მიზნით რუსთავის პროფტექნიკური კოლეჯიდან 16 სტუდენტი ერთი თვის წინ მიიღო. მეტალურგიულ ქარხანას 300 მეფოლადე ესაჭიროება. მოვედი გავიარე გასაუბრება, ვიცოდი რომ ჩამოდიოდა ღუმელები. გავიარე გასაუბრება, ამეყვანეს. ახლა გავდივარ პროფესიული სწავლების ცენტრ იმედში თეორიულ სწავლებას, პრაქტიკულს კიდე აგერ ჩვენ ცეხში გავდივარ. უდიდესი პრობლემა ქარხნისთვის კადრების უქმნილობა. ვინაიდან აქ მოდიოდა ასე დინასტიებით იყო მუშაობდა ეს ხალხი, ყველა შვილები, შვილთა შვილები და ასე შემდეგ და პრინციპში ახალი ინვესტორის მოსვლის მერე ჩვენ დავაბრუნეთ ქარხანაში დაახლოებით 70 თანამშრომელი, რომლის გამოცდილება და ცოდნა ეხლაც გვადგია. ქარხანაში დასაქმებულთა რიცხვი 4 წელიწადში 4-ჯერ გაიზარდა. ახალი ტექნოლოგიების შემოტანა ძველთან ერთად ახლის ცოდნასაც მოითხოვს. კომპანია თანამშრომლებს მოსამზადებლად უკრაინასა და ჩინეთში აგზავნის. ეს არის აბსოლუტურად ახალი ტექნოლოგია, რომელიც იქნება მომავლისთვის. რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში დაფუძნებული, ამიტომ საჭიროა რომ ახალგაზრდებმა ზუსტად ამ ახალი ტექნოლოგიის სწავლა შეუდგნენ. ამისთვის ჩვენ გაგზავნილი ყავს უკვე ჩინეთშიც ხალხი. კვალიფიციური კადრების მოძიებაშია რუსთავის ვაგონშემკეთებელი კომპანიაც. ქარხანა 4 წლის წინ გაიხსნა. ასაკოვანი გამოცდილი კადრები მოიძია და მათ ახალგაზრდები მიაბარა. მოვედი ამ ქარხანაში, რავი, აი კვალიფიკაციას ვამაღლებ და მუშაობა უნდა გავაგრძელო რა. ადგილი არაფერი არ არის. თუ მოინდომებ ისწავლი რა. საწარმო, რომელმაც ფუნქციონირება 120 მუშაკით დაიწყო, ამჟამად 700 დასაქმებულს ითვლის. საშუალო ხელფასი იქ 700 ლარია, რომელიც კვალიფიკაციის მიხედვით იზრდება და 1500 ლარზეც ადის. ახალგაზრდობას ღებულობენ ჩვენთან, აქ კიდე გადიან კვალიფიკაციას. ჩვენთან, აი ვინც ცოტა ისეთი მუშაკები ვართ იმათთან. სწავლობენ და აგერ ადუღებენ დღეს მუშაობენ. კადრების შერჩევა ქარხანაში ყოველ მეორე დღეს მიმდინარეობს. მსგავსი საწარმო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან მხოლოდ რუსეთს და უკრაინას აქვს. აქ ახალი ვაგონების აწყობის გარდა ძველის კაპიტალური შეკეთებაც მიმდინარეობს, რაზეც მოთხოვნა მზარდია. შესაბამისად იზრდება მუშახელზე მოთხოვნაც. ისე გაიზარდა ჩვენი შეკვეთები ვაგონების შეკეთებასთან დაკავშირებით და ასევე ახალ ვაგონშენებლობასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვაპირებთ 400 ადამიანის დამატებას, ზრუნავთ, რომ კადრები გავზარდოთ. რა თქმა უნდა, ახლა დღეს კადრების დეფიციტი გახდა, ნორმალური ინჟინრების დეფიციტიც არის, ნორმალური კვალიფიციური ელექტროინჟინრების, კვალიფიციური შემდუღებლების, აირმჭრელების, ხარატების, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენ ბაზაზე ავზარდოთ კადრები. საკუთარ ბაზაზე აღზრდილი კადრებით ვაგონშემკეთებელი ახალი, თბომავალშემკეთებელი ქარხნის გახსნასაც გეგმავს. ექსპერტების აზრით დეფიციტური ბაზარი მძლავრი პროფტექნიკური სასწავლებლების ჩამოყალიბებას გამოიწვევს, რომლებიც საწარმოებს საჭირო პერსონალით მოამარაგებს.